მართლა მეტად შემზარავია თავისთავად ყველა დაჭერა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვება და სასამართლოებზე ტარება, მაგრამ ძალიან შემზარავი იყო გუშინდელი ფაქტი. მაშინ როცა მთელი სამყარო უყურებს ირანში რა ხოცვა-ჟლეტვა მიდის ადამიანების და სოლიდარობის აქცია იმართება აქ ჩვენს დედაქალაქში ირანის საელჩოსთან და აი ამ დროს რომ იჭერა ადამიანს, ხო? არ ვიცი, აი მოდით ამ ყველაფერზე, რაზეც ახლა მე შესავალში ვისაუბრე, რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ ანალიზი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, რა რეალობაში აღმოჩნდით და ვართ ახლა ამ წუთისთვის ჩვენ ზაზა დავიწყებთ. ინგა საღამომშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ასევე თქვენ წინა სტუმარსაც უყურე და ერთი აზრი გამიჩნდა და მომყვებოდა მთელი ხნის განმავლობაში, როცა უსმენდი ბატონ მურმანს, ანუ ბოლო წლების განმავლობაში, ანუ წელიწადი არ გავა თუ თვე არ გავა, რომ ივანიშვილის რომელიმე ყოფილი თანამძრახველი თუ თანამონაწილე თუ თანამოაზრესაც არ დავარქმევ, არ გამოვიდეს და ისეთი რაღაცები არ თქვას ივანიშვილზე, რაც შეიძლება ჩვენ არ გვითხოვს და ყოველ შემთხვევაში, რასაც ვამბობდით 2011 და 12 წლიდან, რო აღმოჩნდება, რომ ყველაფერი მართალი ყოფილა. ხო? ამას რატო ამბობ? იმიტომ კი არა რომ აი მართალი ვიყავით, მაგრამ ხო შეიძლება რომ იმ ადამიანებს, ვისაც მაშინ როგორც აღმოჩნდა, სწორი ხედვა ჰქონდათ, რომლებმაც მაშინვე სწორი დიაგნოზი დასვეს, ეხლა მაინც დაუჯეროთ რაღაცაში უფრო მეტად და ერთნაირად დაუჯეროთ იმას, რომელიც მაშინაც ხდებოდა და შეიძლება მანამდე ხდებოდა. რატო ამბობ ამას? ნახეთ, იმავე ბლოგში ითქვა, რომ აი ამ ხელისუფლებასო თუ ამ რეჟიმსო რუსული სტილის მართლობა არ არის ეს რუსული სტილის მართლობა. ეს არის რუსული ადმინისტრაცია. ეს იყო პრორუსული რო იყო, გავწდით იმ რუსული ადმინისტრაცია არის. ესენი რო გამოდია ყოველდღიურად ხან სანდუს ურტყამენ, ხან ვენესუელაში სპეცოპერაცია ტარდება და ბრიუსელს ურტყამენ. აი ესეთი გაუგებარი რაღაცები რო ხდება, ჩვენი მთავარი მინუსი იცით რა არის? ერთი რო გვიკვირს და მეორე მთავარი მინუსი ვიტყვი არის ის, რომ უმეტესობა ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება გამოდიან და ფიქრობენ, რომ აი უვიცები, რეგვენები, შტერები, გაუნათლებლები, აი ამას ეძახიან. არ არიან ესენი. შეიძლება იყვნენ, ახლა რა ვიცი, კი არ ვიძახენ, მაღალი აზრის ვარ, რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ მოსდით, იმიტომ რომ რაღაც არიციან. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, შეგნებულად, გააზრებულად და რაც თავარია დავალებით. აი ჩვენზე რო ამბობენ, ხო ხა, რა აბსურდია, მაგრამ ჩვენზე იცით რატო ამბობენ, რომ დავალებით მოქმედებთ? ვიზე ჩვენზე, ქართულ ხალხზე ამბობენ. ყველაზე აი ვინც ქუჩაშია წელიწადზე მეტია, ვინც შეიძლება ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზეა, მაგრამ ამათთან მიმართებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ, იმიტომ რომ ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები, ხო? და ჩვენზე იმიტომ ამბობენ, რომ დავალებით მოქმედებთ, რომ ეს რუსული ნაცადი მეთოდია, რუსული, რომ რასაც შენაკეთებ, სხვას დააბრალე. რომ ეს სიტყვა ბოდიში ამ ჟარგონისთვის გატრუხდეს მაინც, ხო, რომ ვიღაცამ აღარ დაიჯეროს. ეხლა მშვიდობაც ვახსენეთ ჩვენ და მშვიდობას ატრიალებენ სულ. თუ გახსოვთ რა იყო საბჭოთა კავშირის მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი 70 წლის განმავლობაში. ყველაზე აგრესიული სახელმწიფო იყო მსოფლიო მასშტაბით, ხო? მათი მთავარი გზავნილი იყო მშვიდობა. მირუმირ სოფლიო მშვიდობა, ხო? მირუმირ იყო აი შენობებზე ეწერა ზემოთ, რომ ჩვენ გვინდა ვის უნდა და მშვიდობა საბჭოთა კავშირის, რომელიც თავიდან სოფლიო რევოლუციას იწყებდა და კაი, მე რაღაც ჯერ 1/6-ზე შეჯერდნენ და მე ნახევარი ევროპა დაიპყრეს თუ მეტი და მე ხან აფრიკაში, ხან აზიაში და ხან ამერიკის კონტინენტზე აფართოვრებდნენ ხელებს, ხო? ამათი გამგრძელებლები კი არ არიან. იგივე ხალხია ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც კგბ-ში არსებობს, თუ NKVD იყო, თუ ЧК იყო და ეხლა SVR და გერეუ რასაც ქვია, ხო? ეგ ხდება პირდაპირ ვერტიკალია. თქვენ გონიათ ამას პაპუაშვილი იგონებს, ან კობახიძე იგონებს? რატო ამბობ ამას? აი დღეს რო ვიძახით ეხლა რომ აი იგივე რა თქმა უნდა ჩემი გული იმ ადამიანებთან არის, რომლებიც გუშინ ირანის საელჩოს წინ იყვნენ, მაგრამ აღარც უნდა გვიკვირდეს, ანუ ეს რეჟიმი არის, როგორც ჩვენი მეგობარი ვილსონი ამბობს, ირანული, ჩინური და რუსული სამკუთხედის ორგანული მონაწილე. ესენი როდესაც მშვიდობას უსურვებენ, განა ხალხი ადარდებთ. ამათ ჟარგონზე მშვიდობა ნიშნავს სტატუს-კვო შენარჩუნებას. ამათ უნდათ, რომ ეს ბოროტი მკვლელი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს აი ამას უშვება, რასაც უყურებთ ეს ბოლო დღეებია და მანამდე კიდე წლებია, ხო? უნდათ რომ შენარჩუნდეს. იმიტომ რომ თუ ეს რეჟიმი დაემხო, უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთისთვის და თუ რუსეთისთვის რუსეთ თუ დასუსტდა, მაშინ ქართული ოცნება აღარ იარსებებს. ანუ ვიმეორებ, ქართული ოცნება არ არის პრორუსული რეჟიმი, იმიტომ რომ აი პრორუსული შეიძლება იყოს ამ ეტაპზე ისა რა ქვია უნგრეთის ლიდერი ორბანი.
მანამდე იყო პროდასავლელი, მანამდე იყო ლიბერალი, ანუ პოლიტიკოსია, ხო, მან რაღაც გადაწყვიტა, შეცვალა თავისი პოზიცია და რადიკალურად განსხვავებული. დღეს არის პრორუსი. ხვალ შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია. ესენი დამოუკიდებელი ძალა არ არიან. ესენი იმთავითვე იყვნენ რუსული რევანშისტული პროექტი, რომელიც მოვიდნენ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი ვინც მოიყვანა, ვინც მათ მოსვლაში საკვანძო როლი ითამაშა, ის კაცი მოსკოვში დააჯილდოვეს ამისთვის. ხო არ გვავიწყდება ბედუკაძე მოსკოვში რომ დააჯილდოვეს. ხო არ გვავიწყდება 2012 წლის, ეხლა რო თქვა მურვანდუმაძემ რომ 2 ოქტომბრიდან იქცევა ბიზნესა ცუდად ხა ძალიან დიდი ბოდიში და 2 ოქტომბრამდე 2 დღით ადრე 9 თვის ბავშვი ვიღაცამ ჩაახჭო ქვევრში და მე იქ მივიდა ტელევიზია და კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დააბრალეს ეს. და მე რამდენიმე კვირაში გვითხრეს რომ ჩვენ ეს აღარ გვაინტერესებსო. და ვინც ეს თქვა რომ აღარ გვაინტერესებსო, 8 წელი ministris მოადგილე იყო ეს ქალი. ანუ რაღაცა გათვლილი ნაბიჯ არის ყველა მათი განცხადება და ყველა მათი გადაწყვეტილება. რასაკვირველია გეთანხმებით, რომ სპონტანური არ არის. სწორედ ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა იქ ის ჯოჯოხეთი ტრიალებს და წარმოუდგენელია უბრალოდ, რომ ჩვენი გონებითაც კი ამ ყველაფერს დავეწიოთ სინამდვილეში იქ რაც ხდება, აი ამ დროს ხო, გეთანხმებით, მიზანმიმართულად სწორედ სოლიდარობის აქციაზე და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს რა, აი რამდენად სასტიკები არიან ეს ადამიანები, ვინც დღეს ფლობს ქვეყნის მართვის სადავეებს. აი სასტიკები პირდაპირ ვიტყოდი, მაგრამ იცით როგორი რეალობა გვაქვს, რომ პოზიციონირებენ როგორც ხო ბალანსი, ასე აწვდიან, რომ დაბალანსებული უნდა იყოს მათი პოლიტიკა, რომ თავარი არის მშვიდობა როგორც საბჭოთა კავშირი ზაზამ სწორედ გაიხსენა, მაგრამ აი ამ ფონზე ყოველდღე ხედავთ რა პოზიციას აფიქსირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ, თუნდაც დღევანდელი მაგალითად განცხადებებით საკმარისია, ხო? ხო, სინამდვილეში მშვიდობის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ახალი თემა, რომელიც მოიტანა დღევანდელმა დღემ, ეს იყო BBC-ს წინააღმდეგ სარჩელი გავაგზავნეთო, რომლითაც ისინი ითხოვენ იმის უარყოფას, რა გამოძიება ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება BBC-მ. აი ამ რეალობაში ალბათ კიდევ უფრო ბევრჯერ უნდა განუმარტოთ, ხო, ადამიანებს ვისაც ჯერა, რომ მშვიდობის დამცველი ძალაა ქართული ოცნება, რომ სინამდვილეში მშვიდობა არ არის ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. მაგალითად, თუნდაც ქიმიური ნივთიერების თაობაზე ჩატარებული გამოძიება, რომლითაც მე ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ უბრალოდ მოვიწამლე თურმე იმ დღეებში. როგორ ფიქრობ, ზაზა, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს BBC-ს ამ ჟურნალისტურ გამოძიებას და სარჩელს უკვე ამჯერად სარჩელს, რომელსაც სარჩელი დაარქვა, თუმცა წეღახატი ამყავდა დეკანოიძე და მან ვარაუდი გამოთქვა, რომ სარჩელი კი არა, სავარაუდო წერილია, არ ვიცი. სავარაუდოდ, ხო, ეხა ეს ყველაფერი პიარისთვის კეთდება და იმ მიზნით არის, რომ მე თქვან, რომ აი ჩვენ ეს გავასაჩივრეთ და ამით უნდა დახურონ ეს ფურცელი, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი, როგორც საზოგადოების, ჩვენი მთავარი იმუნიტეტი უნდა იყოს მეხსიერება. მე არ ვიცი, რამდენი ხანი გავა იმათ დასჯამდე, ვინც ეს ყველაფერი დაატეხა ქართულ ხალხს, 1 თვე, 1 წელი თუ 10 წელი, იმედია უფრო მალე ვიდრე გვიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ. ამათი მთავარი იარაღი არის, რომ ყოველდღიურად რაღაც ისეც ჩადიან, რომ წინა დღის დანაშაულს გავიწყებს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად BBC-ს გამოძიებას, მოდი დავივიწყოთ საერთოდ, რომ BBC-ს გამოძიება ჩატარდა და გავიხსენოთ ის, რაც ამას მოყვა შემდეგი 4-5 დღის განმავლობაში. გამოვიდა ფილმი, აი არ ვიცი, არ მიყურებია იმ ფილმისთვის. მეორე დღეს ამათი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის ყოფილი და იძახის, რომ კიო კაცო, როგორ არაო, ქონდა ეგ ნივთიერებაო, ეგ კამიტიო, უბრალოდ ადრე იყიდეს ეგ ნაცებმა იყიდა. გამოვიდა შემდეგ დღეს ამათი პრემიერი და თქვა, რომ არაო, არ ქონიაო ჩვენო, მაგრამ სხვა რაღაც ქონდა, რომელიც გაურიეთო, ხო? მე თქვენს, რომ კიო, რა თქმა უნდა, გაურიოთ რაღაც ნივთიერებაო, ამ კლასის ქიმიური იარაღიდანო, მაგრამ ისო აკრძალული არ არისო. მე აღმოჩნდა, რომ ამ კლასში ყველაფერი აკრძალულია საერთოდ, ხო? ანუ დავივიწყოთ BBC, გავიხსენოთ მხოლოდ მათი განცხადებები. იურისტი ვარ მე, ადვოკატი ვარ. აი მარტო მათი განცხადებები საკმარისია იმისთვის, რომ შეიკრას საქმე, რომ მინიმუმ რაღაც ისი არ არის, როგორც ესენი გვეუბნებიან, ახლა მინიმუმს ვამბობ მე, ხო? ანუ საკმარისია იმისთვის, რომ ამ თემაზე სერიოზული ჩვეულებრივი გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს, ვინ გასაბრძანება, რა გამოიყენეს და რა შედეგი მოყვა ამას. ხო, ეს ყველაფერი ხა იმით, რომ საჩივარი გავაგზავნეთ, სადღაც თუ სარჩელი გავაგზავნეთ, ღმერთმა უწყის რა გააგზავნეს.
ვისთან გააგზავნეს თუ არა საერთოდ, ეხლა ამათ როგორ შეიძლება BBC-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ მათ მიიღეს ეს საქმე, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ ჟურნალისტებს, რომლებიც არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის საერთოდ არ მაინტერესებს იმ ფილმში რა იყო, ჩვენთვის ამ ეტაპზე უკვე საკმარისია ის, რაც მათ თვითონ შექმნეს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ის განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს შემდეგი 4-5 დღის განმავლობაში ამ ფილმის შემდეგ, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ რაღაც ძალიან დიდი დანაშაულია ჩადენილი. და ეს არ უნდა გადავაფარინოთ ხა რაღაცა ფასებზე კომისიის შექმნას რო აპირებენ, მათ შორის აი ეს თემაც, ხო, ფასების თემაც, ჩვეულებრივად უნდა იყოს ხელყუმბარა პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც მათვია უფეთქებათ საკუთარ ჯიბეში, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ყველაფერი მათია, ხო, ხა სად არის ამ ქვეყანაში არ არსებობს ბიზნესი, რომელიც მათ არ ეკუთვნის და ბიზნესს რო თავი დავანებოთ. ინგა გახსოვთ ალბათ რა ამბავი იყო City Park-ზე. რამხელა პროპაგანდისტული მანქანა იყო ამოქოქირი, რომ City Park-ი გძარცვავს, City Park-ი ჩვენი ჯიბეებიდან ფულს ეკაჩება. გახსოვთ რამდენი იყო ჯარიმა პარკირებაზე? არ მახსოვს, 10 ლარი იყო ჯარიმა პარკირებაზე. ეხლა რამდენია იცით ჯარიმა პარკირებაზე? 50 ლარი. ეხლა უნიზეზოდ გაპარკინგებენ და აეროპორტის გზაზე უნდა ასაჩი. 5 ჯერ გაიზარდა, 5 ჯერ გაზარდა კალაძე. პირადობის მოწყობა როგორ იყო გაიხსენე? მივდივარ მან. ნახე. მე გადავიხადე 155 მანქანის გადაყვანა, ხო ისევ პარკირების თემას მინდა დაუბრუნდა ერთი წუთით. მანქანის გადაყვანა რამდენი ჯდებოდა, აი დაუშვათ არასწორად გააჩერე მანქანა, ხო? 65 ლარი. ეხლა რამდენია? 250. ანუ იმიანად, რა ჟარი მიანად, ხო 165-ია და კიდე ეს ემატება, ხო? კიდევ ერთი რაღაცა იყო, ესე იგი, მთელი ქოცური პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ მანქანა შეიძლება არასწორად არის გაჩერებული, ხა რატო ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ ამით სპეკულირებენ ეს არ ვიცი რა ვთქვა და კი ვიცი რაც ეკუთვნით, მაგრამ თუ არ უშლის მოძრაობას ხელსო, მაშინ იმის გადაყვანა უკანონოაო. ეხლა გაიხსენეთ რამდენ მანქანას აქრობენ აი ესე წამებში, რომ კალაძის მერიაში კიდე შევიდეს მილიონები და მილიონები, ხო? ეს ეხლა და იუსტიციის სახით გავიხსენეთ ორჯერ, სამჯერ. ეს ხო ბიზნეს არ გაუძვირებია ეს ფასები, ხო? რა თქმა უნდა, ეს ხო არ არის დისტრიბუცია. ბიზნესი აკონტროლონ, ხო? თავიანთი ბიზნესი. ის კომისიაც ხო სისულელია, მაგრამ აქ ხო ბიზნესი არ არის, აქ ხო თვითონ გაზარდეს. ჯარიმები ხო თვითონ გაზარდა. დენი ხო, დენის ფასი გაიზარდა პირველი იანვარიდან. დენზე კიდე რაღაცას მიაბამე და იუსტიციის სახში, სადაც სერვისი არის გაუარესებული. გაუარესებულია ყველანაირი სერვისი და ფასი არის გასამაგებული, ანუ სახელმწიფო რასეუნება თავის მოქალაქეს. ბესმის, რომ არის ხოლმე ხშირად საყვედურები, მათ შორის მედიის მიმართ, რომ აი ნუ ყვებით ოცნების დღის წესრიგს, ნუ აყვებით მაგრამ აი რა რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობთ, ამ დროს თენდება დღე გამოდის ერთი მთავარი პროკურორი დაიჭერს მინისტრს, დაიჭერს პრემიერ-მინისტრს, მერე სუსი გამოდის ჩხრეკაზე განცხადებს. ამას შეუძლებელია გვერდიაუაროთ, იმიტომ რომ მთელი 13 წლის განმავლობაში აღმოჩნდა დღეს აღმოჩნდა მათივე დადასტურებით, თორე ჟურნალისტური გამოძიებები მეც არაფერს აკეთებდნენ, მარტო ამ არხზე ყოველ შაბათს ისეთი რეპორტაჟები გადიოდა, რომ მთელი მთავრობა ყოფილა კორუმპირებული, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ჯარის გაძარცვის გამო დაჭერილი თავდაცვის მინისტრით დამთავრებული და აი ამ რეალობას როგორ შეიძლება რომ უბრალოდ არ გამოეხმაურო, არ გქონდეს ჩვენი რეაქცია, როგორ ფიქრობთ, რაში აწყობთ ეგ მოცემულობა, რაც თავისივე ხელით გააფორმეს, ხო, ღარიბაშვილი ციხეში ის, ლილუაშვილი ციხეში აღარ მინდა მაგათი გვარების ჩამოთვლა, უკვე ღამემესი ზმრება, იმდენი არიან და იმდენად ხშირად მიწევს მათი დაჭერების გაშუქება. ხო, სწორია, დაჭერების და არა, დაკავებას და რაღაც სიტყვებს ამბობენ ხოლმე. აი სიტყვებშიც არის ხშირად ძალიან სწორად ძაღლისთავი დამარხული, ხო? საკანში გამოკეტვა, ასე დავარ. ზოგი ამბობს ხოლმე რაღაც სამართალდამცავები, რა სამართალდამცავები, სადღარიან ამ ქვეყანაში სამართალდამცავები, ესენი არიან, რა ვიცი, ჩვეულებრივი ტიტუშკები ფორმები და ზოგი უფორმოდ, ხო, ვინ ჟურნალისტებს თავს ესხმოდა, ჟურნალისტებს ხოცავდა და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება იმას ვინ დაიჭირეს და რას გვეუბნება ეს ყველაფერი ორი რაღაცა მაქვს ამაზე სათქმელი. პირველი ის რომ ხა სწორად გამიგე და ღარიბაშვილი არავინ არ არის. მაგრამ იყო ურგზის პრემიერი. რატო რას ვამბობ? ანუ არ არსებობს ეს ფიგურა, ხო? ვიღაც ტიპია გავიხსენეთ, ეს არის ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება. ივანიშვილმა თქვა, როდესაც უკვე წასული იყო, ანუ ვიღაც კერძო პირმა თქვა იმ ჟამად ქვეყნის პრემიერზე, რომ ეს ვარი ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდებაო.
ეს არის ადამიანი, რომელსაც ამავე კაცმა უკვე დაკითხვისას, რომელიც გამჟღავნდა მედიაში, თქვა, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთ, თქვენ თანაშემწეარეო და რა ვიცი, რაც გინდათ ის დაუძახეთო. და იმავე დაკითხვისას თქვა, რომ არც იურისპრუდენცია იცისო, არც ფინანსები იცისო. უბრალოდ აი რაღაც შეხვედრებს მინიშნავდაო, ხო? ჰაკიმ ფაშაო, ტრიტრიო, ანტუნიო, რატო ვიძახი ამას, რომ მე როგორ ნახავ ღარიბაშვილს და დანიშნულსაც ჩადენილი იმისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. მაგრამ მე როგორც მოქალაქეს ბრაზი სწორედ რომ მქონდეს მიმართული, ეს ბრაზი მიემართება ივანიშვილის მიმართ. ღარიბაშვილიც ისა რა ქვია, ყველა ვინც დაჭერილია არ იარსებებდა ჩვენს პოლიტიკური ცისკაბადონზე, რომ არა ივანიშვილი, რომელიც მოვიდა და თქვა, რომ მე ვარ პასუხისგებელიო, მე მაძლევთო ხმასო, მე მენდობითო, მე მაქვსო საზოგადოების ჭარბინდობაო, ამ სიტყვას ხშირად იყენებდა, ხო, ჭარბინდობა. და მე დამიჯერეთო და აი ამათ ენდეთო. მე წავალ და ამათ გიტოვებთო, ხო? შესაბამისად, ის არის პასუხისგებელი, ახლა მას კითხვა არ უყვარს, რა ვიცი, ხო, გამზრდელი არსებობს ასეთი შესანიშნავი ქართული ტექსტი, მაგრამ ის არის პასუხისგებელი აი ამ ბარდაგზე, ამ კორუფციაზე, ამ სიბინძურეზე, ამ რაღაც პოლიტიკურ ადამიანურ გარყვნილებაზე, რომელიც თავს მოგვახვია. თორე ვინ არის ღარიბაშვილი, რატო ვამბობ ამას, იცით, რომ სხვა ქვეყანაში კორუფცია მართლა ბევრგან არის. ესეც როგორც ამბობენ, ხო, როგორ არ არის? არის, მაგრამ კორუფცია, რა ვიცი, ზოგი განგსტერია, ზოგს რაღაც პოლიტიკური გზა გავლილი, რაღაცას მიაღწია, სადღაც აირჩიეს, სადღაც დანიშნეს. ეს ხელისუფლება პირველად არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ შედგება ადამიანებისგან, რომელსაც წარსული არ გააჩნიათ. პოლიტიკურ წარსულს გულისხმობ. პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ. აი ვიღაც მდიდარი უბირი ტიპი, საიდანღაც იღებს დებს თანამდებობაზე, აძლევს რაღაც ძალაუფლებას, აძლევს საშუალებას, რომ განუსაზღვრელი ვადით და ვადით არა, განუსაზღვრელი ასე ვთქვათ, ძალაუფლებით ისარგებლოს, რაც უნდა ის გააკეთოს და მე ცოტა ხანში აქრობს. თან ნებადართული მოქმედებები, ნებადართული იყო ყველაფერი, რაზეც ეხა ვიმეორებ, ანუ ხო შეიძლება და კვირიკაშვილი ყოფილიყო პრემიერი, ამბობდნენ კიდევაც ახლა კვირიკაშვილი რომ მართლა კვირიკაშვილის ფაქტორი გახსოვს ეს, კვირიკაშვილის ფაქტორი, რომ იმედი რო ქონდა კვირიკაშვილის, ხო? თუ აი კვირიკაშვილი წავიდა პრემიერობიდან, მაგრამ დარჩა პოლიტიკაში. ხა მაგისი ილუზია შექმნა მხოლოდ გახარია, მაგრამ ეგეც ილუზია იყო, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცნაირად ესე graceful exit-ი უნდა და გაეკეთებინა, რომ ხა პირდაპირ არ გამქრალიყო, ხო? ოდნავ მეტი თავმოყარეობა აღმოაჩნდა ალბათ ვიდრე სხვებს. ვიმეორებ, ეს არის პირველი და უკანასკნელი ხელისუფლება ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც შედგება არარსებული ადამიანებისგან, ხო, აი უბრალოდ ვიღაც ტიპი მოვიდა, არც სახელი ვიცით, არც გვარი, არც აიდან გაჩნდა, ან რა უკეთებია, ან რატო უნდა მისცეს ვინმე ხმა, ეს ტიპი მოიყვანა ივანიშვილმა და თქვა, რომ აი მე ხომ ენდობიო, ხო იცით მე ვინ მარო და აი ჩემ გამო მიეცით ამას ხმა, ჩემ გამო ენდეთო. ანუ ეხა ეს ხალხი ციხეში რო ზის, ამაზე პოლიტიკური პასუხისგებლობა 100%-ით ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს. მის მომყვანს და პლუს არ დაგვავიწყდეს ახლა მოქმედი ოცნების პრემიერი კობახიძე თავისი გუნდით საპარლამენტო კონტროლის ვალდებულებით, მაგრამ სასაცილო ახლა ჩვენი რუსული მართვის ტიპის ქვეყანაში, რუსული წესებით მართვის ქვეყანაში რა კონტროლზეა საერთოდ ლაპარაკი. ესო და დაასრულებს გზაზე რაღაცნაირად შევაჯამოთ ეს ბლოკი. როგორ ჩანვართ გარედანო და უბრალოდ მინდა გადავახვიო ისე უკან და წარმოვიდგინოთ შოკი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სახეზე, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე ივანიშვილი ჩავიდა დავოსში, სადაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკური ელიტა შეიკრიბა. ბოდიში ზაზა, სადაც ჩარშან არ დაპატიჟეს და წელსაც არ არიან დაპატიჟებული და წელსაც ყველა ჩადის. ხო, ყოველწლიური ფორუმია, ხო, დავოსში ჩავიდა და რა უთხრა მსოფლიოს? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ეგეთი რაღაც თქვა, რომ აიო თქვენო მთელი ეს წლები რომ აღიარებდითო საქართველოსო, რაღაცო რეფორმებიო, სოფლიოში პირველი რეფორმატორიო, ლიდერიო, ისაო, ესაო, ეს ყველაფერი იყო ტყუილიო. საკუთარ ესენი გამოშტერდებოდი, ხო წარმოიდგინეთ, მართლა ტყუილი რო ყოფილიყო ინგა, მართლა ტყუილი. ახლა ეკონომიკა რაზე დგას? ეკონომიკა დიდწილად დგას აღქმაზე და მოლოდინებზე. თქვენ თუ გაქვთ იმისი აღქმა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, იქ ფულს ჩადებ. თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ამისი საბაზრო ფასი ბჭყალებში გაიზრდება, ხო, ინვესტიციაში, ხო, აი ეს არის, ხო? ესე უნდა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ანუ მართლა ტყუილი რო ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვა და ტყუილი როგორ იყო, როდესაც სოფლიო ბანკმა თელმა სოფლიო ბანკი ის ხო არის, ამას რო სტატისტიკის დეპარტამენტი რო აქვს ახლა, აქ თავისი. სოფლიო ბანკმა თქვა, რომ საქართველოს 2006-დან 11 წლამდე იყო სოფლიოში პირველი რეფორმატორიო. ანუ კარგად გავიაზროთ ჩვენი 3000 წლოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი სოფლიო აღიარება არ ქონია არასდროს.
ივანიშვილი მოვიდა და თქვა, რომ ეს აღიარება იყო ტყუილიო. ეხლა როგორ უნდა გამოიყურებოდეს საქართველოს ამის შემდეგ და იქიდან რაც დაიწყო, იმის მერე არის აბსოლუტურად თანმიმდევრული. ამავე დღეებში ტრიალებდა ის სიტყვები, რომელსაც ტრამპი ამბობდა, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა ქართულ რეფორმებზე, როდესაც ის იყო ჩამოსული საქართველოში. მანამდე პრეზიდენტი ბუში იყო ჩამოსული, როცა ტრამპი იყო ჩამოსული, არ იყო ჯერ პრეზიდენტი, ხო ცხადია. მაგრამ პრეზიდენტი ბუში იყო ჩამოსული საქართველოში. ეხლა აქედან რა დეგრადაციის გზით წაიყვანა ივანიშვილმა საქართველოს სრულიად შეგნებულად. ჯერ დანიშნა მარგველაშვილი, რომელსაც მაქსიმალურად შეუკვეცა ფუნქციები და მოიძულა იმის გამო, რომ იმან რაღაც ორი ვეტო დაადო ორ კანონპროექტს და პრეზიდენტის სასახლე არ დაცალა. მე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებაო ჩემი პრინციპული არჩევანიო და ჩემ და სამწუხაროდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ყველაზე მაღალი რანგის დამსწრე უცხოელი იყო USAID-ის რომელიღაცა განყოფილების თუ დეპარტამენტის უფროსი. ანუ უკვე მანდ ვიყავით 2018 წელს და ნუ ახლა მიხეილ ყელზე საერთოდ ყურადღების გამახვილებაც არ ღილს, ვინაიდან უბრალოდ უხერხულია. ეს არის რუსების საჩვენებელი ოპერაცია, რომ ჩვენ ყოველი ქართველი დაგვამცირონ იმით, რომ აი ეს მართლა თითით საჩვენებელი უვიცი. აბსოლუტურად აი გამორჩევ, როგორც არ უნდა იყოს ქართველი, ხო? შეიძლება ფეხბურთის მოედანზეც უინტელექტო იყო. ანუ ხო შეიძლება ჭკვიანი ფეხბურთელი იყოს და პოლიტიკაში არ ვარგოდეს, არც ფეხბურთელად ვარგოდა. აი ეგ დაგვინიშნა 7 კლასის განათლება რო არა, წერა-კითხვა რო არ იცის, ეგ დაგვინიშნას პრეზიდენტად და როგორ უნდა ჩანდეთ გარედან? აი თქვენ წარმოიდგინეთ ნებისმიერი სხვა ქვეყანა აი ამას რო უყურებდა, იფიქრებ, რომ ნუ რა ვიცი ახლა, რა უნდა თქვა, ეთყობა ეს მოსწონს ამ ხალხს, ხო? Manchester City-ის ყოფილი ფეხბურთელი დანიშნეს, ანუ Manchester City ხო ისიც ხალხნო, აი იქ თამაშობდა, ანუ Manchester City-ც უნდა გავსულიყავით სადღაც. საქართველოში ნამყოფი არის ამერიკის შეერთებული შტატების 3 პრეზიდენტი, ბუში, ბაიდენი, ანუ მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო, მაგრამ მერე ხო პრეზიდენტი გახდა და ტრამპი, რომელიც მაშინ ბიზნესმენი იყო, მაგრამ მერე ხო გახდა პრეზიდენტი. ანუ რაღაც თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანა ვართ. ოღონდ ეს ყველაფერი ივანიშვილამდე ხდება. ერთი მინდა უბრალოდ თქვა და დავამთავრო, ანუ ჩვენ აი ვინაიდან ამდენი რამე ხდება და ვინაიდან ზოგადადაც სამწუხაროდ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ბევრი რამ გვავიწყდება, მაგრამ ეს უკვე ჩვენი რაღაც დნმ-ის ნაწილი უნდა გახდეს. ჩვენ შეგვძლებია წარმატება და წარმატება მარტო ისეთი კი არა რუსს რო უნდა, რომ აი ძმობა, მეობა, ჩახუტება, სიამტკბილობა, ანუ რაც არ იზომება. აი რაც იზომება, აი იმაში შეგვძლებია წარმატება და ყველა სხვაზე წინ დგომა, სოფლიო მასშტაბით. ეს უნდა გვახსოვდეს, აი ეს წარმატების, აი ამ გამარჯვების სულისკვეთებით უნდა მოვდიოდეთ და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. აი ეხლა რაც გვჭირს, ეს არის ისტორიული სირცხვილი.